ერთი ძალიან საინტერესო დაკვირვება მაქვს აი ამ პროცესში. რამდენი წლის შვილიც ყავს, იმდენი შენს ბავშვობის ვერსიას გიცოცხლებს თითქოს. ანუ მასთან ერთად გადიხარ იმ გამოცდილებებს და ძალიან ხშირად აი ეს ტრამვებიც მათ შორის რაც შეიძლება ყოფილიყო, ცოცხლდება თითქოს. 1 წლის ასაკში 2, 3 და ასე შემდეგ, აი თინეიჯერობის სკოლის პერიოდი, ხო, თუ სადღაც რაღაცა და ამას რო უყურებ, ეს ყველაფერი ცოცხლდება. და ძალიან კარგი შესაძლებლობაა რომ შენი თავი განკურნო ამ ყველაფრით. შვილს კი არ მივმართოთ და მოკლედ მის შეცვლას ვეცადოთ. არამედ რომ დავინახე და როგორ შეიძლება დავინახო ემოციური ჩამრთველი ირთვება ხოლმე როგორც წესი ამ დროს. გავბრაზდი, აგრესია მაქვს, მოვიწყინე, ან სხვადასხვა ემოციები, რომელსაც ვერ ვხსნი. აი რატო შეიძლება? კი. როგორ შეიძლება მივხვდე რომ რაღაც გამიცოცხლდა ამ დროს და ჩავიხედო რომ რა ხდება ახლა ჩემს თავში, რას მახსენებს, რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ამ ასაკში. ვიკულიო, საკუთარ თავში ჩავიხედო, ის დავხურო და თუ მარტო ამას ვერ ვაკეთებ, როგორც თქვი, არსებობენ სპეციალისტები, ვინ შეიძლება რომ ამაში დაგვეხმაროს და ამით გავუწევთ ყველაზე კარგ სამსახურს ჩვენ შვილებს.